აი ხლა უსმენდი ერთ-ერთ ხალბატონს ნათია გუგუნავას თუ არ ვცდები და გული ამით ჩუყდა. იმიტომ დაიკეტა მედია, რომ ეს ისტორიები ჩვენ ხალხს რომ მოესმინა, ეს ძალიან იმოქმედებდა და აქ ბევრი ხალხი მოვიდოდა. იმიტომ დაიკეტა პროცესები, რომ ადამიანები ჩვენ გავიცნობდით იმ ხალხს, რომელიც აპროტესტებს საქართველოს ოკუპაციას რუსთაველის გამზირს. ეხა ეს ქალბატონი რომელიც საუბრობდა, ადამიანმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. არსად არ მომისმინეს, სად არ მივედი, სად არ თქვი ჩემი წუხილი, არსად არ მომისმინეს და იქ მაინც მისმენდნენ რუსთაველზე, იქ მაინც შემეძლო მეთქვა ჩემი სათქმელი. წყინვალე ფრაზაა, უბრალოდ არ ყოფნის ამდენ ოთახებს ჟურნალისტი და ჩამწერი რომ ეს ყველაფერი გაინახო. პირი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და გული არა უჩუყდება საქართველოში, საქართველოს გარუსებაზე? ხო? და ამ ყველაფრის მოსმენა, რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან სასარგებლო